აი ეს წამია დაიდო საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის. ესპანეთთან და თურქეთთან გასამართი შეხვედრების წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია. სანამ შემადგენლობას მიმოვიხილავდეთ, 25 კაციანი შემადგენლობა არის გამოძახებული, რაც 2 კაცით მეტია. ანუ რას ნიშნავს ეს? ჩვენ ყოველი შეხვედრის წინ 23 კაციანი განაცხადი გვექნება, ხოლო 2 კაცი ნაკრებს მიღმა დარჩება. ხო, პროფესორო, იდეაში რომ დაუკვირდე, ყველაზე პრაქტიკული გამოსავალი არის ეს, რომ მინიმუმ 2 კაცით მეტი ყავდეს. მე მაგალითად 4 კაცს გამოვიძახებდი ზედმეტად. ხო, იქ ვიღაცამ ტრამვა მიიღო, იქ ვიღაცას ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. ვინ რა იცის რა ხდება ყოველი შეხვედრის შემდეგ. აი მაგალითად თუ ესპანეთის ნაკრებთან 11 ოქტომბერს რომელიმე ფეხბურთელი ტოვებს შეხვედრას, მის ნაცვლად თავისუფალი ფეხბურთელი ითამაშებს. ანუ განაცხადში იქნება. თუ არ ვწდები, ლოჩოშვილს აქვს 2 ყვითელი ბარათი, რის გამოც ესპანეთთან შეხვედრას გამოტოვებს. ოღონდ ამის შესახებ ზუსტად არ ვიცი, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი. აი, ამიტომ არის საჭირო რომ ფეხბურთელები ზედმეტად გამოვიძახოთ. ახლა კი რა ვიცი, მივყვეთ მეკარეები მამარდაშვილი, გუგეშაშვილი, კერესელიძე. აქ პოზიციები უცვლელია. რაც შეეხება შემადგენლობა, შეგიძლიათ დააპაუზოთ ეკრანი და გადახედოთ. მამარდაშვილი, გუგეშაშვილი, კერესელიძე, აქ პოზიციები უცვლელია. მეკარეები ისევ ისინი ყავს, რომლებიც წინა თამაშებში ყავდა. კაშია ისევ ადგილზეა, მაგრამ იქნება თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში ეს ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით. კაკაბაძე დვალი ნაკრებში დაბრუნდა, ანუ წინა მატჩებში დვალი არ იყო. ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე ადგილზეა, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გელაშვილი არის გამოძახებული ამ ეტაპზე. ის თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ არ იყო გამოძახებული. მამუჩაშვილი, ლომინაძე, კიტეიშვილი, გაგნიძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, კვერნაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, რა თქმა უნდა, მიქაუტაძე, ზივზივაძე და გულიაშვილი. ხო, აბა რას ფიქრო პროფესორო, რომელ ფეხბურთელებს ელოდებოდი შენ პირადად და იმედები გაგიცრუდა? დავამატებ იმას, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან მხოლოდ 2 ფეხბურთელი არის გამოძახებული, კერესელიძე და მამუჩაშვილი. მეტი ზღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდი.